მოგესალმებით ყველას, დაგიბრუნდით მორიგი ვიდეოთი. დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. 40,000 გადავწდით. შემდეგი მისია 50,000, ამიტომ გამოიწერეთ არხი, გადააზიარეთ და დააკომენტარეთ, რომ გავრცელდეს ყველგან ეს ვიდეო და მალე ავიდეთ და მოვიხოდოთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას გვერდში დგომისთვის, კომენტარებისთვის და ასე შემდეგ. დღეს უნდა შემოგთავაზოთ M8 F92 კომპეტიშენი, რომელსაც აქვს 4 და 4 twin turbo, 625 ცხენი ზალა აქვს ამას ქარხნულად, ტონა 885 არის ამის წონა. თითქოს ორკარიანი მანქანაა, მაგრამ ძიმი არის მაინც, ასე თუ ისე ძიმია. ახალ მანქანებზე შევეჩვეთ უკვე რომ ყველა თითქმის ძიმი არის. F90 რო 4-კარიანია, იმაზე ძიმეც არის ცოტათი ეს მანქანა რა. ამიტომ ვითომ M8 რო გამოუშვეს, გვეგონა რომ უფრო მსუბუქი იქნება და უფრო ჩქარი იქნება, მაგრამ თითქმის ერთი და იგივეა, იმიტომ რომ წონაში ძალიან ცოტა არის სხვაობა, ოდნავ ძიმი არის ეს მანქანა. ეს ის მანქანაა, წინა ვიდეოებში რო ქონდა ძრავი დაშლილი, შატუნები რო გავაძლიერეთ და ძლიერი შატუნები ჩავსვით, რო ვილაპარაკეთ, რომ ეხა ჯერჯერობით 1000 ცხენამდე უნდა გავაკეთოთ მანქანა და მერე ზაფხულისთვის უნდა ამოვიღოთ ძრავი კიდევ ერთხელ და უკვე ძლიერი ნაწილები ჩავაყენოთ, კოვკა პორშინები, გრილზები, რაც კი რამე არსებობს, ძრავი გავაკეთოთ, დიდი ტურბინები დავაყენოთ და სადღაც 1500 ცხენის ზალამდე ავიყვანოთ. ჯერჯერობით ამ მანქანაში მარტო შატუნები აყენია ძლიერი, დანარჩენი ყველაფერი ქარხნულია, ტურბოც ყველანაირი ძრავის დეტალი არის ქარხნული. ამიტომ ეხლა ეწერა აპკატკისთვის ეწერა მსუბუქი stage 1 პროგრამა, რომ აპკატკა ევლო ამ მანქანას, აპკატკა გაიარა და ეხლა უნდა გავიარო და ვნახოთ რა შეუძლია მსუბუქ stage 1 პროგრამას და რა დროში ვივლით. გადავიდეთ ეხლა ვიზუალზე, ნუ ყველა მიცის ეხლა დიდი ხანია უკვე ეს მანქანები გამოსულია, ყველა მიცის ამის ვიზუალი. მე 4-კარიანი უფრო მომწონს ვიზუალზე ვიდრე 2-კარიანი და ყოველთვის მე 4-კარიან მანქანას უფრო ვანიჭებ უპირატესობას ვიდრე 2-კარიანს. ვიზუალზე რავი, ეს შავი დისკები მომწონს, ლამაზი არის. ეს უკანა მხარე მე ძალიან მომწონს ამ მანქანის, იმიტომ რომ ლამაზად არის ყველაფერი გაკეთებული. უკენა რომ შეხედავ რაღაცა ის სხვა მანქანა არის რა, ბევრად ლამაზი არის, მაგრამ ისევ ვიტყვი რომ Gran Coupe მე ბევრად მირჩევნია 4-კარიანი ვიზუალზე ვიდრე 2-კარიანი. ეს აქ მაგარი, ეს პატარა სპოილერი რო აქ. პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი. ამ მანქანას კარბონის ტორმუზები არ აქვს, ჩვეულებრივი ტორმუზები აქვს, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი ტორმუზი აქვს. კარბონის ტორმუზი ყოველთვის ბევრად მაგარი ტორმუზია, მაგრამ ბევრად ძვირი შესანახია კარბონის ტორმუზებიანი მანქანა, იმიტომ რომ ხუნდები ღირს უაზროდ დიდი ფასი. და ქალაქის პირობებში სანამ გაცხელდება სამუხრუჭე სისტემა კერამიკულ ხუნდებზე, ტორმუზი არ აქვს წესიერი და ყოველთვის ვისაც გაქვთ გიყენიათ კარბონის სისტემა, დილით ცივზე რო გამოხვალთ, მოერიდეთ რესკ დატორმუზებებს, იმიტომ რომ ტორმუზის წესიერი არ აქვს და მაგ სისტემას სჭირდება გათბობა, რომ მერე იმუშაოს კარგად. ფარებს რაც შეეხება, ლაზერის ფარებია, რომელიც ძალიან მაგარი განათება აქვს. რო დავდივარ ახლო განათებით, ყველა ფარებს მინთებს, რომ დალნი ჩააქრე, ნუ მაბრმავებ და რაღაცას, არ ვაბრმავებ არავის, დავდივარ ახლო განათებით და რა გავაკეთო, ჩემი ბრალი ხო არ არის. გუშინ რომ მოვდიოდი ავტობანზე, წინ რაღაცა მანქანა მიდიოდა, ჩემს წინ მიდიოდა და გადაიწია გვერდზე და ავარიულები ჩართო და მივხვდი რომ ფარების გამო აკეთებდა ამ ყველაფერს, მაგრამ მე ხო არ დავდიოდი. გავასწარი ესე რაღაცა არაკმაყოფილი სახით მიყურებდა რა და ამომიდგა უკან და დალნები ჩავირთო და მომყვება ისე რა და ნუ მე რა მექნა ეხა მე მაინც ახლო განათებით დავდიოდი. მერე გადავედი გვერდზე, გამასწრო ისე რაღაცა უკმაყოფილო სახით მიყურებ და მიუდექი უკან და ჩაურთე მერე შორი განათება. და მერე მივხვდა რომ არ დავდიოდი შორი განათებით და მერე ხელები აწია ესე მაჩვენა და წავედი დავიშალეთ რა და. ამიტომ ჩვენი ბრალი არა რა გავაკეთე, ეგეთი ფარები გააკეთეს. სწორად ანათებს დარტყმული არ არის რომ სხვაგან გაანათოს და რაღაცა შეაწუხოს, მაგრამ მაგარი განათება აქვს რა და ყველას გონია რომ შორი განათებით დადის ეს მანქანა. რაც შეეხება ამის 2-კარიანს, ძველი მე-6 სერიის, F სერიის მე-6 სერია, რომელიც არის 2-კარიანი, ეს უფრო მოკლე არის ვიდრე ძველი მე-6 სერია რა. დააპატარავეს, ალბათ წონის პონჩი რაღაცა რომ გამოსულიყო, მაგრამ მაინც ძიმე მანქანა გამოვიდათ. მაგალითად, სალონში უკან აქვს სიდენია და უკან ჩაჯდომა არის, რავი, კატასტროფა. ბავშვი რომ იზის უკან და სკოლაში მიმყავს, მე წინ ვარ მიწეული და ბავშვიც არის გაჭყლეტილი.
და დასრული ადამიანი რო ჩასვა უკან, აი არა ვიცი, ორივე ძალიან გაჭყლეტილი არის რა და ესე შემთხვევაში რატო აკეთებენ უკანასკნელიას, მაინც ვერ ჯდება უკან ვერავინ და ამოიღე, უფრო ნაკლები წონა ხო იქნება, კაცო. ვა, ამ მოდელს აქვს კარბონის სახურავი, ესეც წონა არის, დამსუბუქებულია და ლამაზად გამოიყურება. ეხლა ნახოთ ძრავი. აგერ არის ძრავი, სრულიად ქარხნულია ყველაფერი, აქტევს სპორტული ფილტრები და გვიყენია სპორტული დაუნფაიფი კატალიზატორიანი. რატო ავარჩიეთ კატალიზატორიანი დაუნფაიფი? პირველი ყველაზე მთავარი არის ეკოლოგია, რომ გამონაბოლქვით არ დავაბინძუროთ გარემო. და პლუს შედეგი რო გვინდა მივიღოთ ქარხნულ კატალიზატორიან მანქანაზე დიდ შედეგს ვერ მიიღებ. ამიტომ იყიდება სპორტული კატალიზატორები, რომელსაც გამტარიანობა მეტი აქვს, მეტი ჰაერი გადის, მაგრამ გამონაბოლქვი არ აბინძურებს გარემოს. ამიტომ ყველას გირჩევთ, თუ რამეს გააკეთებთ, გაუფრთხილდეთ გარემოს და დავაყენოთ სპორტული კატალიზატორები. ფილტრავს და ჰაერსაც უშვებს, ასე რომ არ შეგიშლით გაძლიერებაში და ტუნინგში ხელს კატალიზატორი. ჩვენ მაგიტო ავარჩიეთ ეგეთი რაღაცა, დავაყენეთ კატალიზატორიანი დაუნფაიფი. დანარჩენი ეხა ჯერჯერობით ყველაფერი სტანდარტია. ზაფხულისთვის მე წეღა რაც გითხარით, დაიშლება ეს მოტორი თლიანად, აიწყობა უკვე თლიანად კოვკაძრავი. პორშინებით, შატუნებით, პრუჟინებით, კლაპნებით, რავი, რაც კი რამე არსებობს, გილზებით, ყველაფერი შეიცვლება. მარტო კალენვალი და რასპედულები და არა, რასპედულებით შეიცვლება ბოდიში, მარტო კალენვალი და ბლოკი დარჩება ის. რაც თავარია, რო ვიძახი სულ ზეთი, აი აქ აწერია, ყველა მანქანას აწერია, კაპოტს რო ახდით, აი აქ აწერია, რა ზეთის დაშვება აქვს. ესაა BMW-ს რეკომენდაცია. და მეც მივყვები BMW-ს რეკომენდაციას 0.30 აწერია, 0.30 ჩაასხით. სანამ გავივლი და წეროვანში ჩავალთ, გზად შევიაროთ ჩვენი მეგობართან შელის სახლში, რომელიც ჩვენი მეგობარია და ჩვენ გვიდგას გვერდით და იქიდან შემოგთავაზებთ ზეთის რაღაც რეკომენდაციებს. როგორც გითხარით, აქ აწერია BMW-ს რეკომენდაცია ესეც 0.30. ამ ძრავებში და ახალი თაობის F სერიებშიც 2015-დან ზევით ყველას 0.20 და 0.30 აწერია. ამიტომ ეხა გადავიდეთ მაღაზიაში და ვნახოთ რა ზეთი უწევს ამ მოდელს. შელის სახლი მდებარეობს დიღომში, ქართულ-ამერიკული მეგობრობის 33 ნომერში, ამერიკის საელჩოს გვერდით მხარეს. აქ არის დიდი არჩევანი ზეთების. გვაქვს 0.30. ეს არის ახალი თაობის 0.30-ია, Long Life 19F, ესაა ყველაზე ბოლო თაობა. ასევე არის Mercedes-ის დაშვება, BMW-ში და თავისი მონაცემები აწერია აქ. აქ გვაქვს კიდე 0.20, 0.20-იც. რაც შეეხება Mercedes-ის ძრავებს, Mercedes-ის ძრავისთვის არის აი ეს 0.40-ები, აგერ აწერია აი Mercedes-ის დაშვება, ციფრები და Volkswagen-ის ავტომატურად აქ უკანა მხარეს უფრო ცრად აწერია. 2-დან 0, 3-დან 0, 4-დან 0, ახალი Mercedes-ის ძრავებში ეს ზეთები არის რეკომენდირებული. ეს ჩემი საყვარელი ძრავის ზეთი არის 10 ცილინდრიანის, ძველი ემების, ატმოსფერული ემების. მარტო 10 ცილინდრიანი არ არის, აქ 8 ცილინდრიანიც არის და 6 ცილინდრიანიც არის. ესენი არის E39-ის M5, E36-ის M3, E46-ის M3, E60-ის M5 და M6. რაც შეეხება ამ ზეთებს, ეს არის ჰიბრიდის განკუთვნილი ზეთები 0.20, Toyota, Camry, Fusion-ი, რაც კი ესეთი ჰიბრიდებია, Hyundai-შიც მიდის ეს ზეთები. ამიტომ შეგიძლიათ მოხვიდეთ და ეს ზეთებიც აიღოთ. კიდევ გვაქვს აქეთ BMW-ს ორიგინალი ზეთებიც. ესენი არის მოტოციკლის ზეთები. ესენი არის Mini Cooper-ის ზეთები. და ესენიც არის ჩოლოდ BMW-ს ლოგოთი ზეთები, იგივე შელიასხია შიგნით, როგორც მე ვიცი. შელი ამზადებს BMW-სთვისაც ზეთებს. თუ გინდათ აიღოთ BMW-ს შეფუთვით, თუ გინდათ აიღეთ შელი შეფუთვით. ზეთი ერთ და იგივე არის. აქეთ გვაქვს კიდე მოტოციკლის შელის ბრენდის ზეთები მოტოციკლეტებისთვის 1550, 1550, 1040, 1040. პლუს კიდევ გვაქვს ZF-ის ორიგინალი კარობკის ზეთები, სხვადასხვა კარობკების. გვაქვს მანის ფილტრები ორიგინალი,
გვაქვს აგერ Subaru-ს ორიგინალი Z ფილტრები, Maserati-ს, Porsche-ს, Manis ბრენდის და ასე შემდეგ ყველა მანქანისთვის აქ არის ყველანაირი Z და ფილტრი. ასე რომ შეგიძლიათ მობრძანდეთ რა მანქანაც არ უნდა გყავდეთ, ყველა მანქანაზე მოგემსახურებიან ახ. თუ გექნებათ ჩემი არხი გამოწერილი და შელის სახლის Facebook გვერდი გამოწერილი, თქვენ მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას. ჩამოვედით წეროვანში. გვიანი არის, ღამე არის და ვნახოთ ცარიელ გზაზე როგორ გავივლით და რა დროში ივლის მანქანა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ უსაფრთხოდ გავაკეთოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არ გვაქვს სათანადო საფარი, სათანადო ტრეკი, რომ გავზომოთ მაგალითად 100-200 გავიგე 400 მეტრს გავზომავთ რუსთავში, მაგრამ ვაი მაგა 400 მეტრის გაზომა ტორმოზი გვიწევს ისეთი, რომ შეიძლება არ გვიყოს ტორმოზი ჩქარ მანქანას და გადავარდეს გზიდან. 100-200-ის გაზომვაც ხო ზედმეტია, 200-250-ის გაზომვა ზედმეტია. ამიტომ ვცდილობთ ხოლმე ესე წეროვანში ჩამოვიდეთ, ვიცით რომ არ შეიძლება, მაგრამ ღამე გვიან ჩამოვდივართ, მოძრაობა რო აღარ არის და უსაფრთხოდ სინჯავთ და ამიტომ არ გაგვიბრაზდეთ ესე ავტობანზე სიარულით. 100 400 meter 200 100 200 გავჩერდეთ და ვნახოთ, ეს იყო პირველი გაზომვა, პირველი დაჭერა. როგორც წინაზე გითხარით, ამ მანქანაში stage 1 ჩაიწერა, როგორც ვიცი, იმიტომ რომ აპკატკაზე იყო და სლავი პროგრამა ჩავწერეთ და როგორც ვიცი, stage 1 ჩაწერეს. პირველი დაჭერა 2 კაცით, 100-200 იყო 6-4, 200-250 იყო 6-2. სადღაც 700 ზალაზეა ახლა ეს მანქანა, აპკატკის ვარიანტი იყო, აპკატკა მორჩით და პირველი დაჭერა იყო. ნახოთ კიდე ცოტა უნდა გავაუმჯობესოთ წესით. სტანდარტი სრულიად ქარხნული 7-2-ში დადის სადღაც 100-200, ოღონდ მარტო კაცი როზის რა. ჩვენ ახლა ორნივზი ვართ და უფრო მეტი წონა გვაქვს და შესაბამისად თითქმის ერთი წამით ჩქარები ვართ. 0-100 გქონდა 3-1-7. ვიბუქსავეთ მაგრად. ცოტა საბურავები შეთბება და უკეთესი იქნება წესით. 1/4 მილი გავიარეთ 10 და 8-ში, 0-200 გქონდა 9 და 7, 100-200 გქონდა 6-6, 1/8 მილი 7-4 და 0-100 გქონდა 3-17. ცოტა საბურავი შევათბოთ და უკეთესი იქნება, იმიტომ რომ ბევრი ვიბუქსავეთ ახლა. ძალიან მაგრად დგას, დიდი სიჩქარით შემოდის მოსახოვში და ისე შემოდის, რომ არც ცურავს. არც სნოსავს. თან ახლა ამორთიზატორები არ მაქვს დაგრუბებული. აი ამორთიზატორები კომფორტზე. მეორე TU და დავძრა, იმიტომ რომ პირველით უაზროდ ბევრს ბუქსაოს. საბურავი კი კარგი აყენია, მაგრამ მაინც 60 მეორეთი ზრამდენი იბუქსავაჩი. 200 400 meter მეორედანაც ძალიან ბევრი იბუქსავა. მთელი მეორე იბუქსავა. გავაჩეროთ, ვნახოთ რა დრო გქონდა.
მაგრა ურევს საბურავები. 1/4 ისევ 10-8-ში ვიარეთ. 0-100 3-3-ში ვიარეთ, 100-200 6-4-ში ვიარეთ. ძალიან ცუდი მოჭიდება გვაქვს. ერთი ისევ თავისივე ლანჩით ვცადოთ. თვითონ რო გააკონტროლოს და პირველით დავძრათ. ცოტა გავიაროთ. იქებ თვითონ უკეთესად დაიძრას. აბა კიდე ერთხელ გავჩერდეთ და ვცადოთ ადგილიდან. ოღონდ უკვე თავისი ლანჩის ფუნქციით თვითონ რო გააკეთოს ყველაფერი პირველიდან. დროშა დაიხატება აქ. გაუშვებ და ძალიან ბევრს იბუქსავებს. ჩემი აზრით. ოუ, შერიდე დავატირე. რა წავიდა ჩე. ო, შენიდე ცოტა ადრე მომიწია ტორმოზი დაჭერა. 10-6-ში ვიარეთ. 800 და meter. ცოტა ადრე დავატორმოზე. 400 მეტრი. ესე იგი ახლა 400 მეტრი არ ქონდა დაძახებული, რომ ტორმოზზე დაჭერა მომიწია, იმიტომ რომ მანქანა იყო წინ და გავიარეთ 10-6-ში. ვზივართ 2 კაცი. Stage 1 არის ეს მანქანა ამ შემთხვევაში სადღაც მიახლოებით 709 ზალაზეა. ამიტომ კიდე ერთხელ და გავტესტოთ, რომ უკეთესი დრო დავაფიქსიროთ. სრულიად სტანდარტი რო იყო ეს მანქანა, დადიოდა 11 და 1-ში დადიოდა 400 მეტრს, მარტო რო იჯდა პატრონი. არანაირი დამატებით წონა. ამ შემთხვევაში ჩვენ ორნი ვზივართ, დადიოდა 11 და 1-ში, 400 მეტრს, 100-200 დადიოდა 7 და 1-ში, 7 და 2-ში და 200-250 არ მახსოვს რა დროში დადიოდა. ეხლა ჩვენ ვიარეთ 10-6-ში, თან ვბუქსავობთ, რო არ იბუქსავოს. ბევრად მაგარ დროში ივლის 400 მეტრს. 0-100 ქონდა ამ მანქანას ქარხნულად 3 და 2, ოღონდ რო არ ბუქსავობდა, პირდაპირ იძრებოდა, ჩვენ ბუქსავობთ და იგივე დროში დავდივართ, რო არ ვიბუქსავოთ, 2 და რაღაცაში ვივლით. საბურავი არ გვიწყობს ხელს, რომ 2 და რაღაცაში ვიაროთ. წავედით გავზომოთ კიდევ ერთხელ. 60. 100. 800 meter. რო შევადაროთ F90-ს, F90 უფრო პრაქტიკული არის, უკან უფრო მეტი ადგილი აქვს. ეს მანქანა უფრო მჭიდროდ არის, უფრო მჭიდროდ ზიხარ და F90-ში ბევრად თავისუფლად ზიხარ, ბევრად დიდი ადგილი აქვს სალონში რა. სატარებლად ეხა მოსახოვებში და რაღაცა უფრო M8 უკეთესი არის, უფრო მაგრად დგას, მაგრამ ყოველდღიურობაში მე F90 მირჩევნია. ელემენტარული გარები დაჯექი უკან. აქ კიდე უკან ადგილი არ გვაქვს. აქ გვაქვს ეს ღილაკი გვაქვს, ხმის გრუშტელს აღებს კეტავს. ეს რო დავაჭერ, ვაფშე ჩუმდება, არაფრის ხმა აღარ ისმის და რო ისევ დავაჭერ, მერე მაგარი ხმა მოდის უკვე გრუშტელიდან იღება ზასვენკები. აბა წავედით. ექვსი 3 გქონდა 100-200. ეხლა ძალიან ბევრი იბუქს. 100. 200. 400 meter. ეხლა ძალიან ცუდი დრო გვექნება, იმიტომ რომ უაზროდ ბევრი 800 იბუქსა. meter. რაც შეეხება კაროვკის პროგრამას, წერია XHP Stage 3, XHP-ს აქვს 3
ეტაპი, stage 1, stage 2, stage 3, საფეხური ქართულად რო ვთქვათ. ყველაზე ძლიერი არის stage 3, სადაც სიჩქარის გადართვა არის ძალიან აჩქარებული, ძალიან ჩქარართავს, წნევა იზრდება და 100. შეგიძლია დაანასტროიკო მოარგო კაროპკის პროგრამა სიარულს, აჩქარებას 400 მეტრს და ბევრ სხვადასხვა რაღაცას. ამიტომ როცა აძლიერებთ მანქანას, ჯობია არა, აუცილებელია კაროპკის პროგრამის ჩაწერაც. თორე ისე დიდ შედეგს ვერ მიიღებთ. რა შედეგი გქონდა? ჩემი აზრით ძალიან ცუდი შედეგი გვექნებოდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიბუქსავეთ. ესე იგი 400 მეტრი 10 და 9 0200 1001 100 200 666 რა იყო სატანაა კაცო 0100 335 კი ბატონო ეს ის ბევრმა ბუქსაობა საბურავი ხელს არ გვიწყობს და აღარ დავტანჯორთ ეს მანქანა 0100-ის აჩქარებაში 100 200 და 200 250 გავზომოთ ამ 8 ცილინდრიანს ერთი დიდი პლუსი აქვს S58-თან შედარებით, M3, M4-თან შედარებით რა. ამ მანქანით მარტივად მაგალითად M5-ზე რო გითხრათ, მე რო დავდიოდი ის M5 დრაგზე რო გამოვდიოდი, 9 და 9-ში ვიარეთ, სრულიად ქარხნული მანქანით, ქარხნულ მანქანას გულისხმობ, წონა არ დაგვიშლია არაფერი, სრულიად ქარხნული იყო, მარტო იყო ძრავის პროგრამა, კაროპკის პროგრამა. 20-იან დისკებზე 9 და 9-ში ვიარეთ. 9 და 9-ში ვიარეთ და 9 და 9-ში S58 რო ატარო M3 M4 უაზროდ ბევრი რაღაცა უნდა შეცვალო, ტურბოები უნდა შეცვალო, კაროპკა უნდა გააძლიერო, ბევრი რაღაცა ისეთი უნდა შეიცვალოს, რომ მაგ დროში იაროს და ამას 8 ცილინდრიანს მარტივი აქვს, დაუნფაიფი დააყენე, კაროპკაში პროგრამა ჩაწერე, ძრავში პროგრამა ჩაწერე და всё. დადიხარ ძალიან მაგრა მინიმალური ხარჯით და ამ დროში რო ატარო S58 ბევრი რაღაცა უნდა შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ამას დიდი პლუსი აქვს. მინიმალური დანახარჯით დიდ შედეგს იღებ. ექვსი 2-ში ვიარეთ 100-200. 2 კაცით 50%-იან აღმართზე. აუ რო ჩამოხსა უეჭველი 5-8-ში, 5-9-ში უეჭველი ვივლი. რატომ მიხარია, იმიტომ რომ stage 1 არის. რბილად რო ვიაროთ და მარტო ძრავი იყოს სპორტზე. რული რბილია, პადვესკა რბილია, უფრო კომფორტული სატარებელია. რო დააგრუბებ ყველაფერს, მე ძალიან ხტუნაობს და მთელი ამბები. მე ყოველთვის ეს დავდივარ, ძრავი მაქვს ხოლმე სპორტულ რეჟიმში, დანარჩენი რბილია. აჰა, ტორმუზები მაინც იყო სპორტზე. ამორტიზატორები რბილზე რო გიყენიათ, უკეთესი სტარტი აქვს. იმიტომ რომ რბილ დაგრუბებულზე მეც ხტუნაობს და ბუქსაობს და სტარტი კარგი არ აქვს. როცა დრაგის თემაა და სტარტის თემაა, ჯობია იყოს ამორტიზატორები მაქსიმალურად დარბილებული, რომ კარგი სტარტი გააკეთოთ. კიდევ ერთხელ დავაჭერე კაცთან ერთად. გავზომოთ კიდევ ერთხელ 100-200 და მე ჩამოვსვავ და მარტო გამოვივლი. და ისევ დავაჭერ და ვნახოთ სხვაობა წონა რამდენს მოგცემს სხვაობას. 0-3-ს გვაძლევ და M5 თემოს რო ჩამოვსვავდი ხოლმე. რა წონა ყველაფერში შვება წონა, ყველაფერში. ადრე მოგიყვებით ერთ ისტორიას 36-მეტები ბუმი რო იყო, მაშინ M3 მყავდა 36 და ეგ ალბათ როდის იყო 15 წლის წინ ალბათ. იყო ერთი ისტორია, რომ ჩვენ მეგობარს ირაკლის ყავდა იმასაც 36 M3 ყავდა 2 კარიანი, მე მყავდა 4 კარიანი ევროპულები 321 ცხენძალიანი და იყო თემა, რომ ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ზაპასკას რო ამოიღებო, კაროჩე ბევრად ჩქარიაო და ირაკლი არ გვეთანხმებოდა მაგას. დავდექით მე და ირაკლი, ზუსტად ერთნაირად ვიარეთ. აი, ოდნავაც რო არც ერთი არ გასულა წინ რა. მე ამოვიღე სათადარიგო საბურავი და რო დავდექით ერთი კუზავოთი გავასწარი. და მაშინ სათადარიგო საბურავი იყო სადღაც 15 კილო. რაც მოყვებოდა 36-ის M3-ს.
და ამიტომ ერთი კუზაო ბევრი არის და ეხლა წარმოიდგინე 100 კილო რამდენ შვება. ამიტომ ეხლა გავზომოთ ისე კაცთან ერთად და მე გამოვალ და მარტო გავზომოთ. ახლა გავაჩეროთ და ვნახოთ. 6-1-6 იყო 100 200 200 250 იყო 592. ძალიან კარგი შედეგია 2 კაცით და stage 1-ით. რამ ხელას ხოვებას აძლევს სტანდარტ მანქანაზე 1 წამით ჩქარია stage 1. ხუთი 9 ვიარე 100-200 ძალიან მაგარი დროა stage 1-ისთვის 700 წენისთვის სერიოზული დრო არის ამიტომ მანქანა ჯანზე არის ხოთზე არის ძრავი კარგად მუშაობს დანარჩენი ეხლა ეს იყო აპკატკისთვის გაკეთებული პროგრამა იყო ამიტომ ეხლა უკვე უნდა გაკეთდეს ძლიერი პროგრამა სადაც ექნება 1000 ცხენის ძალა მიახლოებით დანარჩენი რა გაკეთდება, როგორ გაკეთდება, გაგაგებინებთ შემდეგ ვიდეოში. კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე. გამოიწერეთ არხი, რაც თავარია, იმიტომ რომ ამ მანქანის სერიოზული პროექტია წინ და ამიტომ დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს, სადაც იქნება 1000 ცხენზე ცოტა მეტით ემრვა. კარგად ბრძანდებოდეთ.